საქართველოში წითელას შემთხვევები კიდევ უფრო გაიზარდა, რის გამოც თბილისსა და რეგიონებში მოიმატა სტაციონარებში მიმართვიანობამ. ასევე გაიზარდა სასწრაფო დახმარების გამოძახების შემთხვევებიც. დეტალებით პირდაპირ ეთერში ჩვენი კორესპონდენტი ნოდარ ჩაჩუა გვერდება. ნოდარ, რა მდგომარეობა ამ დროისთვის თბილისის კლინიკებში? წითელას შემთხვევებით ბოლო 3 თვის განმავლობაში განსაკუთრებით გაზრდილია, განსაკუთრებული მატება კი შეინიშნება მარტის თვეში, თუ კი წინა თვეებში დაახლოებით 10-ობით შემთხვევა იყო, თებერვალსა და იანვარში 10-ობით შემთხვევა იყო დაფიქსირებული, უკვე მარტის თვეში ამ რიცხვმა 168 მიაღწია, მიმართვიანობა საკმაოდ მაღალია, როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების მისამართით, ასევე საკმაოდ მაღალია თავად სტაციონარში და ჰოსპიტალებში, როგორც აცხადებენ ამ დროისთვის 100-მდე დაახლოებით 200-მდე პაციენტი მკურნალობს სწორედ აღნიშნული დაავადებით, თუმცა ექიმები აცხადებენ, რომ ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს და ვაქცინაცია vakcinatsiya რაოდენობა ქვეყანაში საკმარისია, მაგრამ ურჩევენ მოქალაქეებს, რომ პირველივე ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში მათ აუცილებლად მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს. წითელას თიავადობა მომატებულია ქალაქში, განსაკუთრებით დედაქალაქში შეინიშნება. ამ დროისათვის ინფექციური პათოლოგიის ცენტრში მოგმართა დაახლოებით 200-მდე პაციენტმა უკვე, ნაწილი მათგანი გადის ამბულატორიულ მკურნალობას, ნაწილი შედარებით მძიმე პაციენტები და საშუალო სიმძიმის პაციენტები მოთავსებული არიან სტაციონარში და გადიან მკურნალობას. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება პრევენციას, თავდაცვას, მათი ოჯახის წევრების, კონტაქტირებული პირების, აუცილებელია ის ადამიანები, ვისაც არ აქვთ გადატანილი ან რაღაცა ხარვეზი აქვთ ვაქცინაციაში, იქნენ ვაქცინირებული და თავს დაეცავენ ამით. მარტის თვეში ინფექციური პათოლოგიის შიდსა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო ცენტრში გადაყვანილი იქნა 173 ადამიანი სასწრაფოს ბრიგადების მიერ და ეს ზუსტად მიუთითებს იმას, რომ რაოდენობა უფრო მეტ ყურადღებას იჩენენ ჩვენი ბრიგადები, რომ რაიმე გართულებული შემთხვევა ამ წითელას ინფექციის გავრცელების ფონზე არ გამოეპაროთ. ზუსტი სტატისტიკა კი ასე გამოიყურება. თებერვლის თვეში წითელას 28 შემთხვევა იყო, იანვრის თვეში წითელას 28 შემთხვევა იყო დაფიქსირებული, თებერვალში 37 შემთხვევა დაფიქსირდა, მარტის თვეში კი 163 შემთხვევაა დაფიქსირებული, ყველა მათგანი ამ წუთებში ჰოსპიტალიზებულია და მკურნალობას გადიან. სწორედ ტიპის დაავადების სიმძიმის მიხედვით, ჩვენ მთელი დღის განმავლობაში ვიმუშავებთ ჩვენი გადამღები ჯგუფები ამ თემასთან დაკავშირებით და როგორც მომდევნო, ასევე მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში შემოგთავაზებთ უფრო მეტ დეტალს ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორც მის პრევენციასთან, მკურნალობასთან დაკავშირებით, ასევე გამოწვევ მიზეზებსა და სიმპტომებთან დაკავშირებით, ასე რომ დაგვალოდეთ ამ თემას ჩვენ აუცილებლად მიუბრუნდებით. პირდაპირ ეთერში ჩვენი კორესპონდენტი ნოდარ ჩაჩუა გვერდებოდა, მადლობა ნოდარ.